ჩვენ ახლა დოჰაში ყატარში ვიმყოფებით ალექსანდრე თოფურიასთან ერთად, რომელსაც ამჟამად კვირას მეორე ბრძოლა აქვს UFC-ში. ის მეორე გამარჯვების მოპოვება შეეცდება თებერვალში წარმატებული დებიუტის შემდეგ. როგორ ხარ, ალექს? ძალიან კარგად, ალვარო, მადლობა. შენ როგორ ხარ? შესანიშნავად. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რათა გავაშუქოთ ახალი ბრძოლის კვირა. და ასევე შენი მომდევნო ბრძოლა UFC-ში. პირველ რიგში უნდა გკითხო, როგორ მიდის წონის კლების პროცესი. რადგან როგორც მებრძოლები ვიამბობთ, ეს ყველაზე რთული პროცესია. როგორც უკვე აღნიშნე, ეს რთული პროცესია. მაგრამ ეს ამ გზის ნაწილია, ასე რომ უბრალოდ უნდა შევხვდეთ ამას. წინ წავიდეთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. როგორ ახერხებ წონის დაკლების ორგანიზებას? ალექს, შენ შემთხვევაში თანდათანობით ხდება, კვირიდან კვირამდე. დიახ, პროგრესულია, ყველაფერი პროფესიონალურად უნდა გაკეთდეს, საქმეები კარგად უნდა გაკეთდეს. და ამიტომ ყავს ადამიანები, რომლებიც ზურგს გვიმაგრებენ. პროფესიონალი ხალხი, რომელსაც გამოცდილება აქვთ. დოჰაში ახლახან დავეშვი და ძალიან მაინტერესებს, როგორ წავიდა შენთვის აქ ადაპტაცია. როგორც ვიცი, რამდენიმე დღით ადრე ჩამოხვედი, არა? ბოლოს და ბოლოს კლიმატი საკმაოდ განსხვავდება. დიახ, განსხვავებულია, მაგრამ სხვა ადგილებთან შედარებით, სადაც მოგზაურობ, საკმაოდ გავს იმას, რაც გვაქვს ესპანეთში. ძირითადად ალიკანტეში, ასე რომ სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჩივლებ ამ ამინდზე. და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. და ის ფაქტი, რომ მხოლოდ 2 საათის სხვაობა, ეს თავის დროს ასრულებს, არა? ეს არის ყველაზე პოზიტიური ნაწილი, ვფიქრობ. დიახ, კარგია, სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჩილებთ. და ეს ამინდი და სხვა ყველაფერი ნამდვილად არ არის საბაბი. მოდით პირდაპირ ვისაუბროთ ბეგზად ალმახანის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეს მებრძოლია, რომელმაც UFC-ს დებიუტში ძალიან გაუთულა საქმე უმარ ნურმაგომედოვს, რომელიც ახლა სუპერმსმოქი დივიზიონის ერთ-ერთი აშკარა კონტენდერია. მე მას მძვინვარე სტრაიკერად განვსაზღვრავ. რას ფიქრობთ თქვენს ოპონენტზე, რომელიც ძალიან კარგად გექნებათ შესწავლილი? აცდებით, ის ნამდვილად კარგი ოპონენტია, რომელიც ყველა ასპექტში გასათვალისწინებელია. მე არ ფოკუსირები მხოლოდ მის სტრაიკინგზე, რადგან ჩვეულებრივ ხალხი აქცენტს აკეთებს იმაზე, რაში ძალიან კარგია, ანაც ძალიან მეტად ჩანს და ზოგჯერ ავიწყდებათ სხვა ასპექტებიც. ამ მომენტში ეს ჩემი შემთხვევა არ არის. მე აბსოლუტურად ყველაფერზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ ფოკუსირები იმ თვალსაზრისით, რომ ვითვალისწინებ მას. ეს არნიშნავს, რომ ბრძოლა ისეთი იქნება, როგორიც მასუს. ბრძოლა იქნება ისე, როგორც მე მინდა. მიგაჩნია, რომ მასზე მეტი რესურსი გაქვს, რადგან ის ალბათ უფრო სუფთა სტრაიკერია ამ თვალსაზრისით, არა? 12 მოგება და აქედან 10 ნოკაუტი, ხოლო შენ უფრო მრავალმხრივი ხარ. მე ესეთი შეგრძნება მაქვს. დიახ, ეს ის არის, რასაც მე პირადად ვფიქრობ და ეს სიმართლე შეესაბამება. უგრძნობ, რომ ასეთ ასპექტში არ ვარ არახელსაყრელ მდგომარეობაში, იქნება ეს ფეხზე დგომა, დათმები თუ მიწაზე ბრძოლა. აბსოლუტურად არც ერთ ნაწილში არ ვარ არახელსაყრელ მდგომარეობაში. კიდევ ერთი შეგრძნება მაქვს, რომ მათ ბრძოლა ჩაუნიშნეს დივიზიონის ტოპ 15-ის გარეთ მყოფ ორ ყველაზე ნიჭიერ მებრძოლს, ანუ შენ და ბეგზას, და გამარჯვებული შეიძლება ტოპ 15-დან რომელიმე მებრძოლს შეახვედრონ. დიახ, შეიძლება ეს ასეც იყოს და მე შემიძლია მათ დავეთანხმო, რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში UFC იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დაპირისპირება. და გამარჯვება სად დაგაყენებს? ფიქრობ, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ ტოპ 15-ში შეხვალ? სიმართლე გითხრა, არ ნერვიულობ, არც ვღელავ ამის გამო. მე არასდროს ყოფილი ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც იმაზე ფიქრობდა, თუ რა მოხდება მომავალში. არა, მე ვცხოვრობ დღევანდელი დღით. რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლისთვის მუშაობ, მაგრამ ორიენტირებული ვარ იმაზე, რაც ჩემ წინ დგას, და არა იმაზე, რაც კარს უკან იმალება. თქვენ ყოველთვის ორიენტირებული ხართ იმაზე, რაც წინ გაქვთ. ეს როგორც ვამბობ, ძალიან კონკურენტუნარიანი და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა თქვენი კარიერის განვითარებისთვის, მაგრამ მინდა მომავლის გეგმებზეც მოკლედ ვისაუბროთ. ვიცი, რომ ახლა ბრძოლის კვირა, მაგრამ გინდათ, რომ მომავალ წელს სამი ბრძოლა ჩაატაროთ, ან გაქვთ სხვა რაიმე ფიქრები? იცით, სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიფიქრია და მიმიცია დაპირებები, მაგრამ მართალია, რომ ადამიანი ყოველთვის ემოციურად და მომზადებულად არის განწყობილი, როდესაც ბრძოლის მომენტშია. და როდესაც მეკითხებით, ამდენჯერ მინდა ჩხუბი, მე ვამბობ, მინდა 3-ჯერ ან 4-ჯერ ვიჩხუბო. სინამდვილეში როგორც გითხარი, მინიმუმ 2-ჯერ ბრძოლა მინდა წლის განმავლობაში და თუ 3 ან 4 იქნება, ეს უკვე ღვთისნება.
რადგან მე ეს არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს წელს ორი ბრძოლა გამომდის, რადგან მესმის ზოგი ამბობს, რომ თითქოს მხოლოდ ერთხელ ვიბრძოლი ამ წელს. მე თებერვალში ვიჩხუბე და ახლა ნოემბერშიც ვაპირებ ბრძოლას. გამოდის ორი ბრძოლა წელიწადში, ასე რომ მათ ისე ცუდია. შეიძლება ეს იყოს 3 ან 4. დიახ, შეიძლება, მაგრამ მიზანი ყოველთვის არის 2 ან 3 ბრძოლა წელიწადში, თუ ეს შესაძლებელია. ეს იდეალური იქნება. Podría ser 3, 4, podría ser. Pero siempre mi objetivo es 2, 3 peleas al año, si es posible, estaría perfecto. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაგისვა, როდესაც მეკითხებიან, მე ვამბობ, რომ ალექსი შეიძლება გახდეს ჩემპიონი და პირადად დასწუნებული ვარ ამაში. თუ დადგება ის მომენტი, როდესაც წინ მიიწევ და კვლავ სუპერ-მსუბუქ დივიზიონში ხარ, სადაც მერაბ დვალიშვილიცაა. ფიქრობ, რომ იქნებ მას მოუწიოს დივიზიონის შეცვლა და 155 პუნქტში ასვლა, რადგან ეს შეიძლება მოხდეს ერთ მომენტში. დიახ, მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ნათელია, რომ მე მასთან არ ვიჩხუბებ. მანაც თქვა ეს, მე ჯერ კიდევ ბევრი გზა მაქვს გასავლელი, რომ ქამრამდე მივიდე და ამიტომ ქამაზე საუბარს ახლა არ დავიწყებდი. დობა, რომელიც შინაგანად მაქვს და ვინც მიცნობს, ნამდვილად იცის, სადაც მაქვს მიზანი დასახული, მაგრამ როგორც მერაბმა თქვა, თუ ასე მოხდა, რომ მე მივაღწია იქამდე, სანამ ის ჩემპიონია, ჩვენ გამოსავალს მოვძებნით. მაგრამ მას შევეცდები დივიზიონის ჭიხში შეყვანას. ასე რომ ვნახოთ, რაც გვიმზადებს მომავალი. მთელი გულით იმედი მაქვს, როცა მე იქ მივალ, მერაბი ჯერ კიდევ ჩემპიონი იქნება და მოგვიწევს კარგი გადაწყვეტილების მიღება. Así que veremos a ver lo que nos depara el futuro. Yo espero con todo mi corazón que cuando yo llegue ahí, Merab sea todavía el campeón y que tengamos que tomar una decisión tan buena. მაგრამ ჩხუბი არ არის ვარიანტი, ზუსტად ისე, როგორც მან თქვა, მეც იგივე აზრის ვარ. მე არ შემიძლია ამის გაკეთება, არც მას შეუძლია ამის გაკეთება და არც გვინდა რომ მაინც გავაკეთოთ. ასე რომ რამე გადაწყვეტილებას მოვნახავ. ინტერვიუს დასასრულს მინდა დაგვისვა რამოდენიმე შეკითხვა, რომელიც სპორტული ასპექტს მიღმა. რაღაც უფრო ასე ვთქვათ, ცნობის მოყარე ფანებისთვის ან პირადი. ეს ეხება რიტუალებს, მაგალითად, ფიქრებს ან შიშებს. როდესაც შედიხართ გალიაში ან ოქტაგონამდე მისასვლელ გზაზე, გიჩნდებათ რაიმე შიშები? ზუსტად იმ მომენტში არა, მაგრამ რა თქმა უნდა, შიში თუ არა, კითხვები გიჩნდება, ეჭვები გიჩნდება. მაგრამ ეჭვებისთვის პასუხებია საჭირო და პასუხებისთვის საჭიროა ქმედებები და მე მქონდა ქმედებები ბრძოლამდე. ყოველ ჯერზე, როცა გალიაში შევდივარ, მე მაქვს ყველა საჭირო პასუხი, რათა მშვიდად ვიყო. ეჭვი ყველა შეეპარება გადამწყვეტ მომენტში, მთავარია გქონდეს პასუხები. რთული ხდება, როდესაც პასუხები არ გაქვს. თუ არ ხარ კმაყოფილი იმ სამუშაოთი, რაც წინასწარ შეასრულე, რადგან იცი, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეგეძლო, მაშინ ეს ეჭვები შიშებად იქცევა. ეს თემა რომ ამოვწუროთ, რაიმე სახის რიტუალი თუ გაქვთ, რასაც ჩვეულებრივ მიყვებით. არანაირი რიტუალი არ მაქვს. გულახდილად გეტყვით, არ მაქვს არანაირი რიტუალი, როგორც ასეთი. არ ვარ ის ტიპი, ვინც თუ არ შევა გალიაში იმ პირს სახოცით, რომლითაც ყოველთვის შედის, ვერ გაიმარჯვებს. არა, სიმართლე ის არის, რომ როგორც გეუბნებით, ჩემი რიტუალი ის არის, რომ მთელი სამწვრთნელო კემპი 100% დავიხარჯო. ეს არის ჩემი რიტუალი. დიდი მადლობა ალექსანდრე, ნამდვილი სიამოვნებაა შენთან ინტერვიუ როგორც ყოველთვის. მადლობა ალვარო, მადლობა ამ ინტერვიუსთვის.